თბილისში Outlet Village რომ გახსნილი ამის თაობაზე ჩვენმა მაყურებელმა უკვე იცის Outlet Village დედაქალაქიდან მხოლოდ 30 წუთის სავალზე მდებარეობს, სადაც წლის ბოლომდე 40-მდე პრემიუმ ბრენდი უნდა იყოს წარმოდგენილი. ინვესტორს განვითარების კონკრეტული გეგმები აქვს, სწორედ სიახლეებს და შედეგებს მოვიკითხოთ საქმიან საღამოში ბილი ისიანი, თბილისი Outlet Village-ის მარკეტინგის დირექტორია ჩვენთან ერთად საღამოშიტოვის ბილი. მადლობა. სალამი. ასე გვიან საღამოს გვესტუმრე. პირველ რიგში მოდი დავიწყოთ შედეგებით, რომელზეც ახლა გახვედით 40-მდე უნდა მივიდეს წესით ბრენდების რაოდენობა, მაგრამ დღეს რა ხდება Outlet Village-ში? დღეს მომცემებით 25 ბრენდი ყავს უკვე Outlet Village-ში. ნოემბერიდან აქტიურად დაიწყო, დაგვემატა დაახლოებით 7 ბრენდი. ოქტომბერშიც გქონდა მატება. ჩვენ მოგეხსენებათ 13 ბრენდით გავიხსენით და ანონსებდით რომ უნდა დაგვმატებოდა, ასეც მოხდა და გრძელდება ეს ანუ ფაქტობრივად თქვენ ნახევრის განმავლობაში +12 ბრენდი არის Outlet Village-ში. რაზეა დამოკიდებული, ასე ვთქვათ, წლის ბოლომდე 40-მდე გაზრდა ბრენდების რაოდენობისა. მე გულისხმობ იმას, რომ ცხადია სურვილი ერთია, თქვათ ბრენდების, ვინც უნდა ემატოს, მაგრამ მეორე მხრივ რა ტიპის სამუშაოები მიდის ახლა, რომ მაქსიმალურ შედეგზე გახვიდეთ. დღეს მომცემებით Outlet Village-ში 70% მთლიანი ტერიტორიის უკვე დაკავებულია ბრენდების მხრიდან, რაც დაახლოებით არის 47-48 ბრენდი. ყველა მათგანთან უკვე შეთანხმებაც მიღწეულია და მიმდინარეობს სამუშაოები. სამუშაოები ორი მიმართულებით არის, ერთი სარემონტო მიმართულება, მეორე უკვე სტოკის მხარე. მოგეხსენებათ Outlet Village-ში კონკრეტულად ჩვენთან მხოლოდ 25% უნდა იყოს მორჩენილი სამოსი, ანუ გულისხმობ საქართველოში არსებული მაღაზიებიდან, ხოლო დანარჩენი უნდა იყოს Outlet Village-ისთვის შეკვეთილი სამოსი. შესაბამისად, ტანი სამოსის ჩამოსვლა გარკვეულ დროებთან არის დაკავშირებული და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ დეკემბრის ბოლომდე უკვე 40-მდე ბრენდი თავისუფლად იქნება წარმოდგენილი. წინასაახალწლო პერიოდიც დაემთხვევა და ვაჭრობის ნაწილში შავი პარასკევის პერიოდის წესით მალე მოუწევს და ალბათ იქნება სპეციალური შეთავაზებები. კი. ჩვენ 22 ნოემბრიდან შაბათიდან ვიწყებთ კვირეულს შავი პარასკევის, რაც მოიაზრებს 70%-მდე ფასდაკლებას. ეს რო განმარტო ნიშნავს იმას, რომ 30% მუდმივი ფასდაკლება, რაც Outlet Village-ში მოსულ სტუმარს ხდება, პლუს დამატებით 40%-მდე ფასდაკლებები. ჯამურად 70%. ჯამურად დავდივართ 70%-მდე ფასდაკლებაზე. აქვე მომხმარებლების სტატისტიკაზეც თუ შეგვიძლია ორიოდე სიტყვის თქმა, დაახლოებით რამდენი ვიზიტორი ყავდათ უკვე ამ პერიოდის განმავლობაში და აი წლიური გეგმა რა იყო და მასთან თუ ვართ ახლოს? საინტერესო არის ის, რომ ჩვენ ვარაუდობდით კვირის ჭრილში 15,000-მდე ვიზიტორს და ამ ვიზიტორების რაოდენობა უკვე აჭარბებს, და კვირაში დაახლოებით 20-25,000 ვიზიტორზე ვართ. 200,000 უკვე ავწდით, რადგან გახსნის კვირეულში 30,000-ზე მეტი ადამიანი მოვიდა და ვარაუდობთ, რომ დაახლოებით 300,000-მდე უნდა ავიდეთ წლის ჭრილში და ყოველი წლის გეგმა არის დაახლოებით 1,5 ვიზიტორი. სრულად შეკრული პროექტი როგორი იქნება? ან როგორ გამოიყურება სრულად შეკრული Outlet Village-ი, გულისხმობ ინფრასტრუქტურასაც, ბრენდებსაც და სხვადასხვა მიმართულებით, ასე ვთქვათ, შეთავაზებებსაც, რომელიც დახდებათ ადამიანებს. კი ბატონო, ჩვენ პროექტს ვყოფთ ორ ნაწილად. პირველი ფაზა ეს არის 65 ბრენდი, რომელზეც ჩვენი გეგმით გაზაფხულის ბოლომდე უნდა მივიდეთ და ამის შემდეგ, როდესაც 100% შეივსება პირველი ფაზის, ვიწყებთ მეორე ფაზის მშენებლობას და ჯამში 120 ბრენდს გავაერთიანებთ. მეორე ფაზა უფრო დატვირთული იქნება პრემიუმ და ლაქშერი ბრენდების მიმართულებით და აქაც უკვე მიდის სამუშაოები, რომ ისეთი გამონაკლისები მოხდეს, რომლებიც ჯერ კავკასიის რეგიონში არ ყოფილა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მხრივ, ჩვენი მთავარი აქცენტი არის retailtainment-ზე, ეს არის კონცეფცია, რომელიც დაახლოებით 6 წლის წინ დამკვიდრდა Outlet Village-ებში, რაც გულისხმობს იმას, რომ შოპინგის გარდა დღის სასიამოვნო გატარების შესაძლებლობა, გულისხმობ იმას, რომ იქნება ჩვენ სივრცეში წარმოდგენილი ლაუნჯი, საბავშვო სივრცეები, ისე რომ მოსული სტუმარი გაჩერდეს მთელი დღის განმავლობაში, სასიამოვნოდ გაატაროს დრო, მიიღოს გასტრონომიული გამოცდილება, დატვირთული იყოს ტურისტულად სანახაობებით, რადგან მეზობელ ქვეყნებშიც ვიცით, რომ არ არსებობს გავსი ტიპის Outlet Village-ის კონცეფცია, ამიტომ საშობაოთაც და ზოგადადაც ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ ტურისტებზე. ზოგადად
სავაჭრო სივრცის შექმნა დამატებითი ინგრედიენტების გარეშე ცოტა რთულია და კონკურენტული გახდეს, ასე რომ სტრატეგიულ ნაწილში ეს კარგია, რომ გათვალისწინებულია ინვესტიციის მოცულობა აქამდე განხორციელებული. რამდენი იყო და ჯამურად რას მოიცავს პროექტი ინვესტიციის? პირველ ფაზაზე თუ საუბრობთ 20 მილიონ დოლარს უკვე აცდა ინვესტიცია და სავარაუდოდ გავაორმაგებთ ამ ინვესტიციას ორივე ფაზის ფარგლებში. თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დღეის მონაცემებით ეს ინვესტიცია კიდევ გრძელდება, იმიტომ რომ პროექტი ჭირდება ახალი სივრცეები, გარდა შოპინგის და მაღაზიის სივრცეებისა, გეგმავთ ლაუნჯის გახსნას ჩვენი მომხმარებლებისთვის და რადგან აეროპორტთან ახლოს ვიმყოფებით, გვინდა რომ იმ ტურისტებისთვის, რომლებიც გზად შემოივლიან და შემდეგ დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში, ჰქონდეთ შესაძლებლობა რომ მოვიდნენ, გაატარონ დრო დაისვენონ, იშოპინგონ და შემდეგ გაემგზავრონ. ხო, ვიღაცა შეიძლება დრო გქონდეს უბრალოდ 5-6 საათი და გამოიყენოს ეგ დრო. ახსენე რომ ლაქშერი მიმართულებით იქნება გარკვეული სიახლეები. იქნება ბრენდები, რომელიც ჯერ ქვეყანაში არ არის ჩვეულებრივ სავაჭრო სივრცეებში, ასე ვთქვათ? კი, ეს პრეცედენტი ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ, 3 ბრენდი ყავს ამჟამად ისეთი, რომლებიც პირველად შემოვიდნენ საქართველოში და ექსკლუზიურად აუთლეტ ვილიჯში, 2 ესპანური ბრენდი Adolfo Dominguez და Bimba y Lola, 1 ბერძნული ბრენდი Funky Buddha, რომელიც ლიდერია აღმოსავლეთ ევროპაში აუთლეტ ვილიჯებში გაყიდვებში, ათეულში შედის და ასრებს ისეთ დიდ ბრენდს როგორც არის Nike თუნდაც. ასე რომ კი, მაგაზე მუშაობთ, რომ გქონდეს მსგავსი პრეცედენტი ბევრი, თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ უცხოური ბრენდების წესები, რომლებიც გულისხმობს იმას, რომ ხშირ შემთხვევაში მსგავსი ტიპის ბრენდები ითხოვენ მინიმუმ 1 ან 2 წლით ქალაქის ცენტრში მაღაზიას და შემდეგ შესვლას აუთლეტ ვილიჯში, თუმცა გამონაკლისები არ არის. ხო, რაღაცა ცნობადობა თქვა 8 წიონ ესე ლოჯისტიკური მიმართულებითაც ეს ლეფტოვერები ან მორჩენილი. კი, ძალიან. ხო, პრინციპში ბრენდებს რაც შეეხება მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების ნაწილში შემდეგ რაც უფრო კარგი ცნობილი ბრენდები იქნებიან მარტივი ალბათ მე სხვა ბრენდებთანაც საუბარი ხო ამ შემთხვევაში. ეხლა დღეს ქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ძალიან დიდ ჯგუფთან, რომელიც რამოდენიმე მნიშვნელოვან ბრენდს ფლობს. საუბარია გალფის რეგიონის ჯგუფზე, რადგან ტურისტულადაც გვაჩვენა ციფრებმა, რომ გალფიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა და ეს რეგიონი აქტიურობს ძალიან, რომ აუთლეტ ვილიჯშიც მათი ბრენდები და წარმომადგენლობა იყოს. აქვე ბოლოს აუცილებლად უნდა ვეკითხოთ ფასებთან დაკავშირებითაც დაახლოებით რა მოლოდინი უნდა გქონდეს მომხმარებელს, რომელიც იქ მოვა, რადგანაც ფასებს შორის სხვაობა წესით უნდა იყოს შესამჩნევი იმდენად, რომ ადამიანს მაგალითად გაუჩნდეს სურვილი, რომ იქ მივიდეს და კონკრეტულ ადგილას გადაწყვიტოს შოპინგი. რა არის ის საშუალო მოლოდინი, რომელიც შეიძლება ფასდაკლებასთან მიმართებით გქონდეს მომხმარებელს? ჩვენ, როდესაც საფასო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს არის პრემიუმ მიმართულების აუთლეტი, გარდა რამოდენიმე ბრენდის გამონაკლისისა, ვცდილობთ, რომ კატეგორია ბრენდების მაღალი იყოს. შესაბამისად, გასაყიდი სრული ფასის მაღაზიაშიც თბილისშიც შედარებით მაღალია ამ ბრენდებზე. ხოლო აუთლეტში ყველა ბრენდი აბსოლუტურად მინიმუმ 30%-იანი ფასთა სხვაობით იქნება წარმოდგენილი და არის წარმოდგენილი, თუმცა არის ძალიან დიდი გამონაკლისებიც რამოდენიმე ბრენდზე, რომლებიც 40-ან, 50%-იან ფასდაკლებისას აკეთებენ. ბილი, ხო არ გაქვთ ესე ჩაშლილი თან 15-20,000 ვიზიტორიდან კვირის განმავლობაში, რამდენი ადგილობრივი და რამდენი ასე ვთქვათ ტურისტი. ანუ ეს ინტერესი გაჩნდა თუ არა ტურისტების მხრიდან, ასე გავუცხოთ. ჩვენ ივნისში გავაკეთეთ ჩვენი პორტალი ტუროპერატორებთან და სასტუმროებთან 70-ზე მეტ ტუროპერატორს ვაერთიანებთ, რომლებიც ძირითადად შემომავალ ტურიზმზე მუშაობენ, ასევე ძალიან მჭიდროდ მუშაობთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ასოციაციასთან, მემორანდუმიც გავაფორმეთ მათთან და მათი მხრიდანაც დაინტერესება ძალიან დიდია. უკვე მიდის საუბრები იმაზე, რომ ტურებში ჩაემატოს აუთლეტში ვიზიტი, მათ შორის დეკემბერში გვყავს ძალიან დიდი რაოდენობა 5,000 ადამიანი, რომლებიც
სოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან 3-4 დიდი ტურისტული ოპერატორის დახმარებით მოვლენ აუთლეტში, შეძლებენ შოპინგს და სასიამოვნო დროის გატარებას. ხო, ეგ იდეა შეუძლებელი პრაქტიკაა, როდესაც კონკრეტულ პაკეტს ყიდულობ ტურისტულს შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში იყოს ჩამატებული, თუნდაც აუთლეტ ვილიჯში ან სავაჭრო სივრცეში სტუმრობა და მე მგონი კარგი პრაქტიკაა ჩვენთანაც. კი, შოპინგ ტურიზმი საბედნიეროდ ჩვენი წყალობით ძალიან კარგად მოიკიდებს ფეხს საქართველოში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამმართველობით აქტიურად დაიწყებს 2026-დან მუშაობას და ჩვენს დიდი იმედი გვაქვს, რომ ტურისტებისთვისაც ძალიან საინტერესოა. ლოკაციაც გიწყობთ ხელს აეროპორტთან სიახლოვე არის უპირატესობა. აეროპორტთან სიახლოვე, აზერბაიჯანის გზაზე ვართ სტრატეგიულად და ტრანზიტული გზაა და პრინციპში ხო აქტივობა მაღალია, სატრანსპორტო მინიმუმ ძალიან დიდი აქტივობაა და ადამიანების. სანამ გზა ჩაიკეტებოდა ბაქოში მიმავალი 2021 მონაცემებით 9 მილიონი მანქანა გადაადგილდებოდა. ისე გახსნათ სახმელეთო საზღვარის კარგი იქნება პერსპექტივაში. პერსპექტივაში კარგი იქნება, არის ალბათ აზერბაიჯანი მოიფიქრებს რომ გახსნას, იმიტომ ძალიან დიდი ხანია ჩაკეტილია უკვე რაღაც მოეწონათ. გასტრონომული მიმართულება რომ ახსენე, აქ თქვენ იქნებით მართლა თუ აქაც ბრენდების შემოყვანაზეა საუბარი, ხო? აქაც ბრენდების შემოყვანა აუცილებლად, მათ შორის ეხლა ნოემბრის ბოლოს ორ ახალ კონცეფციას წარუდგენთ მომხმარებელს, ერთი იქნება ქართული კონცეფციის, ერთი იტალიური კონცეფციის რესტორანი, რომელიც საერთოდ ახალი ბრენდი იქნება საქართველოში და ესეც იტალიურიც და ქართულიც და ესეც პირველად ჩვენს სივრცეში მოხდება. კი ბატონო, ჩვენი გეგმები კარგია, წარმატებები და გისურვოთ. მთავარია რომ გახსნა შედგა, ბრენდების დაინტერესება არის, ვითარდებით და იზრდებით და გისურვებთ რომ პირველი ნაწილის გეგმა 40-მდე ასულიყავით, მიმდინარე შეგესრულებინოთ და მე მეორე ფაზარო დაიწყება, მიუბრუნდებით აუთლეტ და მოვიკითხავთ. ბილისიანი იყო ჩვენთან ერთად, რომელიც თბილისი აუთლეტ ვილიჯის მარკეტინგის დირექტორია. მადლობა მას კიდევ ერთხელ და წარმატებები.